საცხოვრისაცნისათა ყველას დროს ამდენი სიყვარული და დღევანდელი სახარება კვლავ გვამხნევებს და გვაძლიერებს იმაში რომ წვენაში გვაძლიერებს და წვენაში რომ გამხსნით. დღეს განსაკუთრებით დღეს არის ამ დროში წმენა აუცილებელი ადამიანისთან მაცხოვნებელი ღვთივ გამოცხადებული სარწმუნოება, როგორც არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. ამიტომ რო ვიყოთ ხნეთ და არ დაგვიწყოს გაორებამ, შიშებმა, ეჭვებმა, სულიერმა სისუსტემ და ასე შემდეგ. უნდა გვახსოვდეს სულ ეს სიტყვები, როგორც გალანდაც სახარებაში, ჯერ არც ისა კაცისა მიცემა ხელთა კაცთა ცოდვილთა ჯვარცმა და მესამესად დღესა აღდგომად და მოეხსენეს სიტყვანი მისნი, იმიტომ რომ საფლავში არ იყო ქრისტე. ეს არის ის, რასაც ამბობდა ქრისტე, რომ ესე იქნება უნება, იქნება ძისა კაცისა მიცემა ხელთა კაცთა ცოდვილთასა ჯვარცმა მესამესად დღესა აღდგომა. ეს ყველაფერი იცოდა ქრისტემ და რაც იცოდა თქვა და განაცხადა და ეს ყველაფერი ასო ახდა. ამიტომ საფლავშიც არ დახვდა ქრისტე, იმიტომ რომ ლოდი იგი გარდაგორებული იყო და ანგელოზები დახვდნენ იქ. ეს არის ის ფაქტები, რომლებიც კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა ცოცხალი ღმერთი. მამაძე და სული წმინდა, ყოვლადწმინდა სამება და ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზია იგი, ანუ ძე ღვთისა ცოცხალისა. ამიტომ რა თქმა უნდა ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი აღსრულდა, ქრისტე ამაღლდა, დაждდა მარჯვენა ღვთისა და მამისა. ჩვენც უნდა გვიხაროდეს, რომ გამოგვიხსნა მან და ეს გამოხსნა ეხება მთელ კაცობრიობას და ყოველ ჩვენთაგანს, თითოეულ ჩვენთაგანს სალსალკე და ერთად გვეხება ეს გამოხსნა, რომელიც ჩვენ შევისისხლძებთ ნათლობით და ქრისტეს სისხლის და ხორცის ზიარებით. ვისისხლძებთ და ხვალაც გვექნება ამის ბედნიერება ბევრს, რომ შევისისხლძებთ ქრისტეს მიერ აღსრულებული განგებულება გამოხსნისა. ამიტომ გავარბილოთ ჩვენი გული გამოვსახვთ მასზე ჯვარი ღვთისა. ჩვენი გული ჯვარზე უნდა დაიდოს და ჯვარი უნდა დაიდოს ჩვენს გულზე. და ერთმანეთს უნდა შეერწყას ეს. ხო ლამაზია რა ეს შეერწყას ერთმანეთს ჯვარი და გული. თქოს ეს ერთ ორგანიზმად, ერთ ცოცხალ ღვთის სუნთქავ, ცოცხალი ღმერთის ცოცხალ ბეჭედად იქცეს ჩვენ სულსა, სამშვილდში და სხეულში. ჩვენ ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს ადამიანურ არსებაში, რადგანაც მასში არის ეს გამოსახული, ისედაც გამოსახულია ხატება ღვთისა და ზუსტად ეს შერწყმა და ღმერთთან შეერთება და უკვე მსგავსების აქ მიღწევა ისედაც დავალებული გვაქვს. სასურველი კი არა, დავალებული გვაქვს. ანუ ეს სასურველი კი არა, სავალდებულო თეორიის დავალება პროცესია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ცალ-ცალკე და ერთად, ეკლესიის წევრებმა და ეკლესიის ასწორებმა და ნაწილებმა. ჩვენი გული დავარბილოთ, გზნობიარე გავხადოთ, კონტროლირებულად გზნობიარე გავხადოთ. ნუ დავკარგოთ გულის გზნობიარობას. შეიძლება სიყვარულისა მეტად გავამძაფროთ ჩვენში. ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თავის ერთობას, თავის ნათესაობას, მთელ სამყაროსთან, ყოველ ჩვენთაგან ერთი ოჯახი ვართ, ერთი ქრისტიანული ორგანიზმი ვართ, ქრისტეს ნაწილებისა, ცოცხალი ორგანიზმისა, ქრისტეს ცოცხალი ეკლესიისა, ის, რომელიც აცნობიერებს ამის ნაწილობას, ის რომ იგი არის ნაწილი იმ დიდი ცოცხალი ორგანიზმისა, სამყაროსი და ეკლესიისა, რომელშიც ღმერთმა არაყოფიერიდან ყოფიერში მოგვიყვანა, იგი ცხოვრობს ისეთ სამყაროში და ისეთ სივრცეში, ეკლესიის სივრცეში, ხო თუნდაც მეტაფიზიკური ეკლესიაც ავიღოთ და სულიერი ეკლესიაც და ფიზიკური ეკლესიაც, ხორციელი ეკლესიაც, ხო? რომლის კედლები ჩვენი მოყვარია, ჩვენი მონათესავია, ჩვენი დამხმარია, ჩვენი შემწე ამ ეკლესიის კედლების, ტაძარის, ჭერის და ვთქვათ, იატაკიც, ხო, სიმბოლურად რომ ვთქვათ. მაგრამ ის ადამიანი, ვინც არ აცნობიერებს თავის ერთობას ღმერთთან, თავის ერთობას სამყაროსთან, რომელშიც იგი გააჩინა ღმერთმა, უმადურია, უნდობელია, დაუნდობელია, სასტიკია, უსიყვარულოა, სამწუხაროდ ისეთ საკანში ცხოვრობს, რომლის კედლებიც მისი მტრებია და მისი მოწინააღმდეგენი არიან. ესეთ საკანში დიდი ხანი ადამიანი გადარჩენას ვერ შეძლებს და თვით გადარჩენის ინსტინქტით არ აქვს სხვა არის, მაგრამ თუ ცოტათი მაინც შეუნარჩუნებია თვით გადარჩენისა და ცხოვრების სურვილ ინსტინქტი და სურვილ უნარჩვევა ხატად ჩადებული მასში, რა თუ არ გაუთელია და სულის ფსკერზე სიბინძურით არ გადაუთელია და არ ჩაუფლია მის სულის ფსკერის სიბინძურის ქვეშ და უგზნობელობის ქვეშ, იონი ოქროპეს სიტყვები მახსენდება. მიხსენე ღმერთო, გულქვა უგზნობელებისა და საოცარი ლოცვა ეს 24 ლოცვა რო იონი ოქროპეს იცის დღისა და ღამის იქ მუხლება და ერთ-ერთი მუხლი ეს არის. თუ თლად არ გაუქმებია თავის გული,
მაშინ იგი შეშფოთდება და მოინდომებს რომ გამოვიდეს ამ საქმიდან და მეგობრულ სამყაროში ცოცხალი, დამხვარი, კეთილგანწყობილ, მისთვის მოსიყვარულე ადამიანებთან, ძმებთან, დებთან და საერთოდ თან სამყაროსთან კეთილგანწყობილად იცხოვროს, რატომაც არა. ყველაფერი ჩვენი მეგობარი და მონათესავე და მოკეთე უნდა იყოს ამ სამყაროში და ჩვენ ამ სამყაროში ვართ მოსული ღვთისაგან არა ყოფიერიდან ყოფიერში გაჩენილი, არა მტრად, არა დესპოტად, არა გამომყენებული მომხმარებლური მიზნით, არამედ იმიტომ რომ დავეხმაროთ ყველა არსებას, ერთმანეთს პირველ რიგში და მთელ სამყაროს, მთელ ჩვენ ბუნებას და ამითი განმაყრთობელი ჯაჭვი ვიყოთ ამ სამყაროში, ზეცასა და მიწას შორის. ადამიანი როგორც შუამავალი განმაყრთობელი ჯაჭვი, მედიუმი, შეგნებული, გაცნობიერებული და არა გათიშული მედიუმი, რაღაცა ისეთი. ის კი არა, ეს სხვა მედიუმი, სხვა მედიუმიზმი არის, სხვა მოზეს სხვა თემის, არამედ გაცნობიერებული რომ და მას უკვე ვერაფერი ვეღარ მოერევა, იმიტომ რომ დღეს ბოროტების ძალები ძალიან მობილიზებული და ბოროტების თავისი მობილიზების ძალიან ისეთი უნარჩვევა აქვს. და თუ აქ არ გამყარდა ადამიანი და მაღალი ხარისხის იმუნიტეტი და წინააღმდეგობის უნარი არ გამოიჩინა და ვერ გამოიჩინა, მაშინ აუცილებლად ქვედა დონეზე ჩაიყვანს. იქ კიდე ქვედა დონეზე რომელზეც არის იმის ქვევით კიდე სხვა დახტება, იქაც კიდე დაამცირებს, კიდე ჩაიყვანს, კიდე და აი ესე წავა დეგრადაცია ადამიანს. ესე რომ არ მოხდეს, ამიტომ ეს საფრთხე და ეს ბოროტებისადმი ჩვენი ბრძოლა უნდა მძიმედ გასაცნობიერებელია, მძიმედ შესამეცნებელად შესაგრძნობი, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, მაგრამ სიმსუბუქე უნდა ვიქონიოთ უფლისადმი ვედრებითა და იმედით. ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები, ჩვენი აზრი, ჩვენი სიტყვა, ჩვენი საქმე, შეგრძნებები დღისით, ღამით და აუცილებლად გადავაქცევთ ნაკლს სათნოებად, გადავაქცევთ სულს კარგად, კარგს საუკეთესოდ და უკეთესად და ჩვენი ცხოვრებაში გზა გაიხსნება. ისედაც ხსნილია ეს გზა და არავისერ ჩაუგებია. პირიქით ჩაკიდილი და დახურული გახსნა და ქრისტემ ჯოჯოხეთი დაბეჭდა და სამართლის კარი გაავა. და მოდითო და შემდგომ მოვედით ყოველნი მაშვალ და თვითმძიმელი და მე განგისვენოთ თქვენო. ისწავლეთ ჩემგანო, რამეთუ შვიდი ვარ და დაბალ გულითაო. ამაზე აბსოლუტური და ამაზე საუკეთესო რჩევა და დარიგება და დავალება რაღა გვინდა. მივსდიოთ მას და მადლობის ჩვენს იესო ქრისტესი არ დააბრუნებს. 9 მაგათ, 12 მაგათ, 40 მაგათ, 100 მაგათ, რა ვიცი, რომელი რიცხვით და საკრაული გინდა არასაკრაული, ყველა რიცხვი ღვთისმილება არ არის, აუცილებლად გარდამოვა და ისე გაგვახარებს ეს ზევიდან ეს არის ფერადი რაღაც ნაკადივით და ეს მადლი რაღაც ისეთი ნაკადივით გარდამოვა და შემოვა ჩვენთან შემოგვიახლო და ჩვენ მიგვიზიდავს ესე და ჩვენც ესე სულიერად შემსუბუქდებით და გზახსნილი ამ ძიმე ცხოვრებაში უფრო ტკბილი და მსუბუქი გვექნება ეს ჯვარბირთულობა, რომელსაც გამესდით და ვატარებთ ამ ჯვარს და შრომამ ლოცულობთ და ხვალ ვეზიარებთ, რასაც ყველას გისურვებთ. ლოცავთ ყველას დიდი სიყვარულით.